რესპუბლიკურ საავადმყოფოში პროტესტი გრძელდება. მედიკოსები დაწესებულების დემონტაჟს ეწინააღმდეგებიან და ჯანდაცვის სამინისტროს უკან დახევისკენ მოუწოდებენ. მორიგი საპროტესტო აქცია რესპუბლიკურთან ცოტა ხნის წინ დასრულდა, იქ იმყოფება ჩემი კოლეგა ნინო გიგაური და ახლა ის განაგრძობს პირდაპირ ეთერში საუბარს. Დიახტაცია ცოტა ხნის წინ დასრულდა კიდევ ერთი საპროტესტო აქცია რესპუბლიკური საავადმყოფოს ეზოში. აქ შეკრებილი იყვნენ მედიკოსები, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომუშავე ექიმები, რომლებიც სთხოვენ ხელისუფლებას, რომ გაუქმდეს გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ. მემაყურებელს შევახსენებ, რომ 2 კვირა უწყვეტ რეჟიმში მართავენ აქციებს მედიკოსები. მათ ტელეეკრანებიდან შეიტყვეს იმის შესახებ, რომ მიღებული იქნა გადაწყვეტილება რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ. ისინი საუბრობენ იმასთან დაკავშირებით, რომ 635 აქ მომუშავე ადამიანი დარჩება სამსახურის გარეშე ხელისუფლებისგან. მათ მიიღეს შეთავაზება იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი გარკვეული სახის კომპენსაციას, ფულად კომპენსაციას მიიღებენ იმ პერიოდის განმავლობაში, სანამ ისინი არ დასაქმდებიან სხვა კლინიკაში. თუმცა მედიკოსები ამბობენ, რომ ეს შეთავაზება მათთვის არის შეურაცხყოფელი და უარს აცხადებენ, არც კი განიხილავენ ისინი ამ შეთავაზებას. მათი კონკრეტული მოთხოვნა არის, მათი კონკრეტული მიზანი ამ აქციების არის ის, რომ გადარჩეს ერთ-ერთი მთავარი სამედიცინო დაწესებულება თბილისში. ამბობენ, რომ ხელისუფლების მთავარი მიზანი ახლა არის ის, რომ ეს უზარმაზარი ტერიტორია თბილისის ცენტრში, სადაც მდებარეობს რესპუბლიკური საავადმყოფო, ხელში ჩაიგდონ კონკრეტულმა პირებმა და შემდეგ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ კომპანიას სურს, რომ აქ გარკვეული მშენებლობაც კი აწარმოოს. შესაბამისად ისინი ამბობენ, რომ აქციებს არ შეწყვეტენ მანამ, სანამ არ იქნება გაუქმებული დემონტაჟის გადაწყვეტილება. ასევე ისინი ამბობენ, რომ მათთვის საეჭვო არის ის დაპირებაც, რომ ამ ტერიტორიაზე შესაძლოა აშენდეს სხვა ალტერნატიული საავადმყოფო. იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით არ არის გამოცხადებული ტენდერი, არ არის შედგენილი პროექტი, თუ რა სახის სამედიცინო დაწესებულება უნდა აშენდეს ამ ტერიტორიაზე და ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ ახლა უფრო დეტალურად რას ამბობენ მედიკოსები. ბრძანებულების შეჩერების შესახებ სამართლებრივი დავა მიმდინარეობს და გაგრძელდება ბოლომდე ყველა ეტაპის გავლით. ამავე დროს გაგრძელდება საპროტესტო აქციები, სანამ არ იქნება მიღწეული ჩვენი ძირითადი მოთხოვნა რესპუბლიკური საავადმყოფოს დემონტაჟის შესახებ. არ არის მომზადებული სატენდერო პირობები ახალი საერთაშორისო ტენდერის შესახებ, რომელიც რესპუბლიკის ახალი კორპუსის აშენებას გულისხმობს ამავე ადგილზე და მოგეხსენებათ ამ ტენდერების განხორციელებას პერიოდი ჭირდება, რატომ ყრიან 654 ადამიანს აი ამ შენობიდან. გრძელდება ჩვენი საპროტესტო აქცია. დღეს არის შიდა აქცია, ანუ კლინიკის თანამშრომლები ვაპროტესტებთ იმ დადგენილებას, რომლის საფუძველზე გამოიცა ბრძანება რეორგანიზაციის შესახებ და გულისხმობს კლინიკის არა 5 და 15 ფებრუარის დაკეტვას, არამედ ერთი თვით გადადებას. ეს რა თქმა უნდა დადებითი მომენტია, მაგრამ ჩვენი მოთხოვნა არ არის გადადება, ჩვენი მოთხოვნა არის რეორგანიზაციის გაუქმება, რათა 15 მარტს კლინიკა არ დაიკეტოს და თანამშრომლებმა შეძლონ მუშაობის გაგრძელება. ამ ეტაპისთვის კლინიკა ფუნქციონირებს სრული დატვირთვით. წინა შემოსასვლელი, როგორც ნახეთ, დღეს გახსნილია. იქიდან გამომდინარე, რომ აქ ჩვენი მსგავად საფრთხე არ ემუქრება არც პაციენტებს, არც პერსონალს, არც თქვენ ჟურნალისტებს. ჩვენი ბრძოლა გაგრძელდება ყველა კანონიერი მეთოდით, როგორც იურიდიული, სასამართლოს გულისხმობ, ისე სამოქალაქო პროტესტის. მთავარი არხი 2 კვირაზე მეტია უყვება მაყურებელს რესპუბლიკურ საავადმყოფოში მომუშავე ასობით ადამიანის პრობლემის შესახებ, რომ ისინი დგანან იმ საშიშროების წინაშე, რომ დარჩნენ სამსახურის გარეშე. ისინი წლებია უკვე ამ დაწესებულებაში მუშაობენ, ასევე პაციენტები დარჩნენ აუცილებელი სამედიცინო მომსახურების გარეშე და როგორც მოისმინეთ, საპროტესტო აქციები გაგრძელდება. ჯერჯერობით ხელისუფლების მხრიდან მედიკოსებს არ მიუღიათ ისეთი შეთავაზება, რომელიც მათთვის მისაღები იქნებოდა და არც არგუმენტები მიუღიათ ისეთი, რომელიც მათთვის სარწმუნო იქნებოდა თუ რატომ უნდა მოხდეს დემონტაჟი ამ ერთ-ერთი მთავარი სამედიცინო დაწესებულების თბილისში. ასე რომ მომდევნო შაბათ-კვირას მედიკოსები უკვე ანონსებენ მასშტაბურ საპროტესტო აქციას. მედიკოსებს ასევე შეუერთდებიან პაციენტებიც, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანი არის რესპუბლიკური საავადმყოფოს გამართულად ფუნქციონირება.